This is our Berlin Wall moment. ეს ჩვენი ბერლინის კედლის მომენტია, თუმცა როგორც ყველა დიდი ცვლილების მომენტი, ისიც საფრთხესთანაა დაკავშირებული. ჩვენ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ერთი გზა სისხლის ღვრისა და ქაოსისკენ მიდის, მეორე კი მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდამავალი პერიოდისკენ. ამ ორ გზას შორის განსხვავება მხოლოდ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. მიეცემა თუ არა ირანის ამჟამინდელ რეჟიმს გადარჩენის უფლება. დღეს აქ ვარ, რათა საკუთარი თავი ჩემს თანამემამულეებს გადავცე და ისინი მშვიდობისა და დემოკრატიული გარდამავალი პერიოდის გზაზე გავიყვანო. მე არ ვეძებ პოლიტიკურ ძალაუფლებას, არამედ ვცდილობ დავეხმარო ჩვენს დიდებულ ერს ამ კრიტიკული მომენტის გადალახვაში, სტაბილურობის, თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ. ამ რეჟიმს ყველაზე მეტად არა ისრაელის თავდასხმის ან ამერიკის პასუხის, არამედ საკუთარი ხალხის ეშინია. ეს არის ის, რაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ. ამ ხალხს სურთ თქვენთან, თავისუფალ სამყაროსთან ყოფნა და მათსა და თავისუფალ სამყაროს შორის ერთადერთი დაბრკოლება ეს რეჟიმია. ამიტომ ნუ შეგაშინებთ ის. ენდეთ ერს, რომელსაც სურს მშვიდობიანი ურთიერთობა სამეზობლოსთან, რომელიც არ არის ომში ისრაელთან, ისინი არ არიან ომში არაბებთან, არც ამერიკასთან. ომობს რეჟიმი. რეჟიმი 46 წელია სკანდირებს სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას. ირანელი ხალხი ამბობს, ჩვენ მსოფლიოსთან მეგობრობა გვსურს. The Iranian people say we want to be friends with the world.